წუთებში გრძელდება ვასოაბაშიძის სახელობის თეატრის საპროტესტო მანიფესტი გორში. დღევანდელი ღონისძიება მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მანიფესტი ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ დაიწყო სოლიდარობის ნიშნად მსახიობების მხრიდან, დღევანდელი ღონისძიება გახსნეს იმ პატიმრების ცოლებმა, რომლებიც ცხოვრობენ შიდა ქართლში. მათ შორის არის ვეფხია კასრაძე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. მისმა მეუღლემ მიმართა დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს, ასევე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ანატოლი გიგაურის მეუღლეც. ანატოლი გიგაურიც სხვა პატიმრებთან ერთად იმყოფება რეჟიმის უკანონო ტყვეობაში, ასევე ემოციური იყო თავად ანდრო ჭიჭინაძის შვილის დედის გამოსვლა, რომლის მოსმენის საშუალებაც ახლა ტევე პირველის მაყურებელს აქვს. ეს არის დიალოგის პლატფორმა და მთავარი არის დიალოგი. მთავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთს მოусმინოთ და გავიგოთ ის პრობლემები რა გვაქვს ჩვენ, რა გაქვს თქვენ, რომ საბოლოოდ ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორშიც გვინდათ რომ ვიცხოვროთ. და რაც ყველაზე მთავარია, აქ ჩამოთვლილი სინდისის პატიმრები იყვნენ თავისუფლები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოგესალმებით თქვენ და მოგესალმები ამ მებრძოლ ქალაქს. ვეფხია კასრაძე დაიბადა მოგეხსენებათ ერგნეთში და მთელი ახალგაზრდობა გაატარა ომში. და აქედან გამომდინარე მებრძოლის სულის ადამიანი გახდა. დიახ, და მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩემ მეუღლეს ბორკილები დაადეს და ბორკილები და საკანშიზის, მაგრამ ვერავინ ვერ გატეხავს ჩემ მეუღლეს. ყოველთვის ებრძოდა უსამართლობას, დღესაც ებრძვის და მომავალშიც იბრძოლებს. ჩემი მეუღლე ანატოლი გიგაური 2008 წლის ომის ვეტერანი გახლავთ. ის 15 წელი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცი. ის არ არის მარტო ჯარისკაცი, მარტო სახელი ჯარისკაცი. ის სიცოცხლის ბოლომდე იდგება ქვეყნის სადარაჯოზე, სადაც კი საჭიროა. ის არის სულით, ხორცით ჯარისკაცი და ცხოვრების ბოლომდე გააგრძელებს ამას, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც გისოსებს მიღმა. ის მზად არის თუნდაც 4-დან 7 წლამდე, რაც მიუსჯიან ალბათ არ ვიცი, მოიხადოს ვალი, მაგრამ სულ სამუდამოდ გისოსებს მიღმა ვერ ვიქნებით. გამოვლენ და ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, აუცილებლად. ჩემი შვილის მამა ანდრო ჭიჭინაძე რეჟიმის პატიმარია. ხვალ მისი სასამართლო პროცესია. პატიმრებს ჩვენი იმედი აქვთ და ჩვენ მათ არ მივატოვებთ. დღეს საპროტესტო მანიფესტს ძალიან ბევრი გორელი შემოუერთდა. დღეს ადგილობრივები აღნიშნულ ღონისძიებაზე საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერებით მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გორში სხვა ქალაქების მსგავსად უწყვეტი პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა სრულიად ქალაქი ერთი იდეის გარშემო, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. რაც შეეხება თავად მსახიობებს, ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებს, ისინი რა თქმა უნდა მათი მოთხოვნები არის უცვლელი და აცხადებენ, რომ დღეს გორში რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქში აღნიშნული ღონისძიების მოწყობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს არის მანიფესტი, რომელსაც დავდივართ სხვადასხვა რეგიონში და მთავარი ამოცანა მანიფესტის არის, რომ ადამიანების ხმა გავიგონოთ ჩვენ, მაცხოვრებლების და ვის რა აწუხებს. დღეს თბილისიდან ასევე წამოყვნენ სტუდენტები, რომლებიც ასევე თავის ხმას და სათქმელს გააჟღერებენ სცენიდან. დღეს სოლიდარობის და ერთობის დღე არის ჩვენთვის კიდევ ერთი და რა თქმა უნდა გორში რომ ჩამოსულიყავით აუცილებლად ამის დასაფიქსირება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აუზიაროთ ერთმანეთს სოლიდარობა, მოვისმინოთ ერთმანეთის პრობლემები, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით და ერთად გადავლახოთ ის მოცემულობა დღეს რაც აგვაქვს ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები და კრიზისი, რომელიც დღეს გვიდგას ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ნახვა. სიმბოლურია, რომ 2008 წლის ნოემბერ ქალაქში ვიმყოფებით, სადაც სულ რამოდენიმე თვის წინ ბოდიშის მოხდაც კი მოთხოვეს, არ ვიცი ამ ქალაქის მოსახლეებს თუ ზოგადად საქართველოს, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ აქ სხვა რამისთვის, იმისათვის, რომ
მსახიობებმა ჩაატარონ მანიფესტი. მოთხოვნა არის უცვლელი, გამოუშვან ანდრო ჭიჭინაძე, ყველა უკანონო დაპატიმრებული, სრულიად უდანაშაულო ბავშვები. ეს არის საშინელი უსამართლობა ტრიალებს ჩვენ თვალწინ და იქცევიან ისე თითქოს ეს ნორმაა და ეს არ არის ნორმალური. ბასო აბაშიძის სახელობის თეატრი გაფიცვის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. საპროტესტო მანიფესტი უკვე ჩატარდა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ახლა გორში მიმდინარეობს და როგორც აღნიშნული მანიფესტის ორგანიზატორები აცხადებენ, გაგრძელდება ეს ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც.